მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. კიდევ ერთხელ მადლიერებას გამოვხატავ თვითვეული თქვენგანის მიმართ. მადლობა კომენტარებისთვის, მოწონებისთვის, უკავშირისთვის. და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ეს ნამდვილად საჭიროა ბალანსისთვის და მე გთხოვთ კიდევ ერთხელ თქვენი კომენტარები დააფიქსიროთ, რამდენად რეზონირდა ესა თუ ის გაშლა და მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას. რა გაათვითცნობიერა თქვენმა ყოფილმა დაშორების შემდეგ. გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი არჩევა რომ გაგიადვილდეთ. პირველი ვარიანტი იყოს აი ეს გოგონა და მეორე ვარიანტი იყოს ჩვენი ანგელოზი. ხორმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, წარმოიდგინეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. მე მეორე ვარიანტს გადავდებ და მოგესალმებით პირველებო. რა გაათვითცნობიერა თქვენმა ყოფილმა? მან გაათვითცნობიერა, რომ აქ ერთ-ერთი თქვენგანი და შეიძლება ეს თქვენ იყავით, თქვენი ძალის დემონსტრაციას აკეთებდით აი ამ ურთიერთობაში. თითქოს გსურდათ დაგემტკიცებინათ, რომ თქვენ უფრო ძლიერი იყავით მასზე. რაც არ უნდა ძლიერი ქალბატონები ბრძანდებოდეთ, კაცი მაინც თავისი ბუნებით მონადირეა და გარკვეულწილად მას სურს ამ ქალბატონზე დომინირება, მისი მოპოვება და აი ამ გრძნობას ის მიჰყავს აზარტამდე, რომ მთლიანად დაეუფლოს და დაიმორჩილოს ან დაიცვას თავისი ქალი. აი აქ მან გაათვითცნობიერა, რომ თქვენ იმდენად ძლიერი ხართ, რომ ის ქვეცნობიერად ფიქრობდა, რომ ის აღარ იყო თქვენთვის საჭირო. რა გააცნობიერა ამ ადამიანმა? ამავე დროს თვითონაც საკმაოდ სტატუსიანი ადამიანია, თვითონაც ძალიან ძლიერი და თითქოს ეს თქვენი ძლიერი ენერგიები თანხვედრაში არ მოდიოდა ერთმანეთთან. ამ ადამიანს სურდა თქვენგან მიეღო აღიარება, მიეღო შექება, რომ ის ყველაზე ძლიერია, ყველაზე სასურველია, ყველაზე ცეცხლოვანია, რომ ის ყოვლის შემძლე მამაკაცია, მას სურდა მოეპოვებინა თქვენი აღიარება. მან გააცნობიერა, რომ თქვენი სიძლიერე რაღაც მომენტში ეჯახებოდა მისას და თანხვედრაში ვერ მოდიოდა, ამიტომ მან გადაწყვიტა გაგცლოდათ. ნანობს ეს ადამიანი, მოდი ვნახოთ. ნანობს. მეგობრებო, ამ ადამიანს აქვს ეჭვიანობაც, აქვს რაღაცა ბუნდოვნება, ამ ადამიანს სინანული აქვს, მაგრამ იცით როგორი? როდესაც გიხსენებთ პერიოდულად, ეს ადამიანი შეიძლება დამოკიდებული იყო ერთგვარად მთვარის ფაზებზე თუ გაიხსენებთ. შეიძლება პერიოდულად ამ ადამიანს ქონდა ხასიათის ცვლილებები, ხან იყო ძალიან კარგ ხასიათზე, ხან ძალიან უცებ შეეცვლებოდა ხასიათი, ხდებოდა აგრესიული, ჩაკეტილი.
ეჭვიანი და სწორად ახლაც ეს ადამიანი არასტაბილურად ხანდახან ძლიერ ემოციებში ვარდება და როდესაც ახსენდებით ხანდახან იპყრობს მას ეჭვიანობა, ბუნდოვნება და ხანდახან ეს ადამიანი ნამდვილად ნანობს. დავამატებ არკანს ნანობს. მეგობრებო, როგორც გითხარით, ამ ადამიანს კვლავ აქვს რაღაც თითქოს სურვილი რაღაცეების შეიტყოს თქვენზე, თითქოს ფარულად გითვალთვალებთ კიდეც, მაგრამ ამავე დროს აქვს ძალიან დიდი ეჭვიანობა, ნანობს. მაგრამ ახლა ის ადამიანი ფიქრობს მხოლოდ თავის კომფორტზე, თავის ცხოვრებაზე და ის ახლა დაკავებულია თავისი ფინანსური თემებით და ცხოვრების გაუმჯობესებაზე. და კითხვაზე ნანობს თუ არა, ეს პერიოდული ხასიათისაა. მადლობა პირველებო და ველი თქვენს გამოხმაურებას კომენტარებში. და მე მოგესალმებით მეორეებო, ვინც აირჩია ეს ანგელოზი. რა გაათვითცნობიერა თქვენმა ყოფილმა? გაცნობიერა, რომ დაკარგა ყოველმხრივ შემკული ქალბატონი, ცეცხლოვანი, ქარიზმატული, ლიდერული თვისებებით შემკული ქალი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის, ქალი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, ქალი, რომელიც კარგი სტრატეგია, რომელსაც აქვს როგორც გონებრივი შესაძლებლობები, ასევე ფიზიკური მონაცემები, რომ იყოს ყველაფერში და ყველგან გამორჩეული. დავამატებ, რა გააცნობიერა. გაცნობიერა, რომ თქვენს შორის იყო გულწრფელი ურთიერთობა, იყო ძალიან თბილი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდა. ნანობს და ვერ განვითარდა. რამ შეუშალა ამას ხელი? რატომ ვერ განვითარდა? გაცნობიერა, რომ ვერ განავითარეთ ურთიერთობა, არ გადავიდა ახალ ეტაპზე ეს ურთიერთობა, არ ავიდა ახალ საფეხურზე. ელოდება, რაღაცას ელოდება ეს ადამიანი. რატომ დაშორდით? მე ვიკითხე აქ, ეს ადამიანი ძალიან გულდაწყვეტილია და ამიტომ მე შევცვალე ფორმატი და ვიკითხე, რატომ მოხდა თქვენს შორის დაშორება, მაგრამ აქ ჩარეული არიან ადამიანები აი ამ ურთიერთობაში, თქვენს ურთიერთობაში მოხდა მესამე პირების ჩარევა. ნანობს ეს ადამიანი დაშორებას. ნანობს. მეგობრებო, ეს ადამიანი ნანობს დაშორებას და ახლა გადართულია მხოლოდ თავის საქმეზე, რათა გაანეიტრალოს ის სევდა, რაც მას აწუხებს თქვენი დაშორების შემდეგ. ნამდვილად აქ
ნანობს ემოციურად, რა თქმა უნდა, ნანობს ეს ადამიანი და ცდილობს ახლა გაიგოს რეალური მიზეზი, რამ გამოიწვია თქვენ შორის აი ეს განხეთქილება, რაც მოხდა. მადლობა მეორეებო, დაგემშვიდობებით და ველი თქვენს კომენტარებს დროებით.